ხაშურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებისთვის 138,000 ლარზე მეტი გამოიყო. აღნიშნული თანხა მუზეუმის ფუნქციონირებისთვისა და თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა. მიმდინარე წლის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მუზეუმის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ვერ გამოინახა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 100,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. დარბაზი, სადაც ექსპონატებია გამოფენილი, სავალალო მდგომარეობაშია, მუზეუმში არც ტემპერატურული რეჟიმია. 2014 წლის ბიუჯეტში სამუზეუმო გაერთიანებისათვის გამოყოფილია, გაწერილია 138,000 ლარი. აქედან ხელფასებზე არის 101,000 ლარი, დანარჩენი დაახლოებით 37,000 ლარი. ეს არის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებმა, რომ ფუნქციონიროს. რაც შეეხება ჩვენ შენობას, ჩვენი შენობა პირველი სართული არის სარეაბილიტაციო. ეს არის სარდაფი, სადაც უკვე წყალი ჩადის, აი იჟონება წყალი ჩადის. არის საშინელი სინესტე, რაც ექსპონატებს აზიანებსა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გარკვეული სამუშაოები არის ჩასატარებელი, სერიოზული სამუშაოები არის ჩასატარებელი. ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების უფროსი ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. თამაზ ლაცაბეძე აცხადებს, რომ თანამშრომელთა ხელფასები მიზერულია. თვითო თანამშრომელს სახელფასო ანაზღაურება თვეში საშუალოდ 150 ლარი აქვს. ხელფასები არის ძალიან მიზერული. ეს არის დაცინვა. კულტურის დარგის მუშაკები, მუზეუმის მუშაკების დაცინვა არის ეს. ეს ხალხი ძალიან ცუდად უყურებენ ქართველი ხალხის მოთმინებას. ალბათ ხვალ და ზეკ, თუნდაც იგივე ჩვენი დარგის მუშაკები სხვანაირად იტყვიან სიტყვას თუ არ მოგვარდება ჩვენი სახელფასო სარგოები. ეს არის ვიმეორებ დაცინვა. ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ გამოინახა სახსრები მუზეუმის შენობების რეაბილიტაციისთვის. ნინო სუხიაშვილის თქმით, გამოყოფილი თანხა მხოლოდ მუზეუმის ფუნქციონირებისთვისაა. სამუზეუმო გაერთიანებისთვის გამოყოფილი არის დაახლოებით 38,000 ლარი. სამუზეუმო გაერთიანებაში შედის ხაშურის მუზეუმი, ასევე ლესია უკრაინკას მუზეუმი სურამში და ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახელობის მუზეუმი. ეს თანხა თვეში დაახლოებით შეადგენს 11,000 ლარს. მთლიანობაში აქ მუშაობს 34 ადამიანი. 11,000 ლარიდან 8,000 არის სახელფასო ფონდი თვიური, დანარჩენი არის საოფისე ხარჯები და კომუნალური. ასე რომ ეს თანხა ძირითადად ხმარდება მუზეუმების ფუნქციონირებას. ამ თანხით სარემონტო სამუშაოები არ არის გათვალისწინებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონული განვითარების ფონდს უკვე მიმართა ქვიშხეთში მდებარე დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით. თუმცა ამ ეტაპისთვის ცნობილი არაა, ჩაუტარდება თუ არა წმინდანის სახლ-მუზეუმის შენობას რეაბილიტაცია.